აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. ეს განცხადება ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს პაატა იმნაძეს ეკუთვნის. მაგრამ მოდით გავერკვიოთ რეალურად რა ხდება რძის სკანდალში. როგორც გავიგეთ, ლაშა პაპაშვილის კომპანია სკლინს ძროხებს აჭმევდა და შემდეგ ამ რძეს დიდ კომპანიებზე ყიდდა. შემდეგ დღეს გავიგეთ, რომ სოფლის ნობათის პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აფლატოქსინი აღმოაჩინეს. სოფლის ნობათის პროდუქცია ამოიღეს, პანიკა დათესეს და ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე ამაში საშიში არაფერია. აქვე შეგახსენებთ, რომ პაატა იმნაძე ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია და პარტიულ ღონისძიებებსაც ხშირად სტუმრობს. ამ ფონზე ჩნდება უამრავი კითხვა. თუ ეს ნივთიერების რაოდენობა საშიში არ არის, მაშინ რატომ ამოიღეს პროდუქცია? თუ საშიშია, რატომ ცდილობენ ამ პრობლემის მიჭკმავლას? ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი სისტემური კორუფციის შედეგია და აი როგორ მუშაობს ეს სისტემა. მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი არღვევს წესებს. კერძოდ საქონელს აჭმევს მავნე საკვებს. სახელმწიფოს რეაგირების ნაცვლად ყურადღება გადააქვს სხვა კომპანიის მსგავს პრობლემაზე. რა შვებიან ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურები? ისინი ჩვენს დაცვას კი არ ცდილობენ, არამედ ცდილობენ, რომ არავის არ აწყენონ და პარტიასთან დაახლოებული პირების ინტერესები დაიცვან. საჯაროდ აწყობენ სკანდალს, შუმად კი ყველაფერს ალაგებენ. როდესაც ძალაუფლება იმათ ხელშია, ვისაც ცოდნა არ აქვს და ბევრი ფული შოვნა უნდა, ისინი ურიგდებიან სხვა არაპროფესიონალებს და სიხარბით მოქმედ ბიზნესმენებს. ბოლოს კი ხალხს აღარავინ იცავს. შედეგი გაფუჭებული პროდუქცია, დანგრეული სისტემა და დაკარგული ნდობა. ეს არის კორუფცია. არა მხოლოდ თანხის აღება, არამედ ფარულად გარიგება და თემების გადაფარვა. ჩვენ უკეთესი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სადაც თანამდებობები პარტიული პრინციპით არ ნაწილდება, სადაც თანამდებობის პირები ხალხს ემსახურებიან და არა პარტიულ ყრილობებს.